ოცნებაო, ამაზე საუბრობენ თქვენი ოპონენტები, თქვენს მონაცმელი გექნებათ. ბრალდება ბევრი იყო ამ დღეების განმავლობაში და გარემო იყო საოცარი, ესე იგი ოპოზიცია სრული შემადგენლობით. დიახ, იშვიათობა, გამონაკლისია ხოლმე რომ ასეთი მრავალრიცხოვანი არის წარმოდგენილი დეპუტატები პარლამენტში და არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ სხვა ჩვენს შინაარსობრივითაც გამდიდრებული იყო ამ დღეებში დისკუსიები ჩვენ გუშინაც კანონპროექტების განხილვის დროს ჩემდა გასაკვირად საკითხებზე კანონპროექტებს რომელზეც არ ველოდი რომ დიდხანს გაგრძელდებოდა მსჯელობა, გაგრძელდა საკმაოდ დიდი ხანი, ვინაიდან კითხვები დაისვა რახან. ანუ გიხარით იყვნენ, ხო როგორც ჩანს ზოგიერთი დეპუტატი რახან იქ იყო ბარემ კითხვას დაცვა და დაინტერესდა საკითხებით, ასე რომ ძალიან კარგი ვფიქრობ რომ მათაც არგებს და რაც თავარია უპირველეს ყოვლისა მათ ამომრჩეველს არგებს ის რომ ისინი არიან სლოვათა დარბაზში და ჩართული არიან კანონ შემოქმედებით პროცესში. ბრალდებებზე რა პასუხი გაქვთ? კლანს იცავს ოცნება და ამ ჩაგდებით უფრო მეტი გამოჩნდა, ვიდრე საგამოძიებო კომისიაზე გამოჩნდებოდა. ოცნება შეშინებულია და ასე შემდეგ აღარ ჩამოყვები მთელი 3 დღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს. რა თქმა უნდა, ხა ენაზვალი არ აქვს და ხა რა სათქმას მოიფიქრებენ. ეს შეიძლება წინასწარაც ყოფილიყო განჭრეტადი, მაგრამ სინამდვილეში ხომ ძალიან მარტივად არის საკითხი და ამ საკითხზე ჩვენ საუბრობთ უკვე რამდენი ხანია და მათ შორის ამ დღეების განმავლობაში. რა ხდება სინამდვილეში? ეს საკითხი ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ შანშან ივნისში ქონდა დაყენებული საგამოძიებო კომისიის სახით ერთ-ერთი ასპექტით, ასე ვთქვათ. იმის შემდეგ თითითიცე არ დაუკარებიათ რომ გამოეტანათ პარლამენტზე, ვინაიდან მაშინაც რაღაც აქტუალური საკითხი იყო, ახლა ზუსტად აღარ მახსოვს და ასე ვთქვათ იმპულსურად წამოაყენეს საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა, შემდეგ თავადვე მიივიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შევახსენე, არც კი გამოიტანეს პლენარულ სხდომას. რატომ გამოიტანეს ახლა? იმიტომ რომ საბაბი გახდა და სიგნალი მათთვის გახდა უცხო ქვეყნის, სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტის რაღაც ქმედება. აი ამას თუ დაუფიქრდებით, ხო ხვდებით თუ რამდენად არასერიოზულ მდგომარეობაში არის თავად ოპოზიცია და პრინციპში დაუფიქრდებით და გადავხედავთ ჩვენი 30 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიას, ვფიქრობ რომ დღევანდელი ოპოზიცია არის ერთ-ერთი ყველაზე უუნარო და ერთ-ერთი ყველაზე არაპატრიოტული ოპოზიცია. მე ვფიქრობდი ამ დღეებში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება სანქციების გამოვიდა და რეაქციები ვნახეთ, ხომ? ეს ჩვენი 30 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა დაპირისპირება ყოფილიყო, ყოველთვის ჩემი პირადი შეგრძნება იყო, რომ იყო ეს ქართველების ერთად ყოფნის რაღაც შეგრძნება, რომ მაშინ, როდესაც გარედან ხდება შენიანზე შეტევა, მაშინ მინიმუმ სოლიდარობას იჩენ ადამიანი და მინიმუმ გვერდში უდგები ერთმანეთს ქართველები. აი ამ დროს ეს ხო ახალი არ არის. ეს ბოლო 1 წელია ჩვენ გვესმის მათ შორის როგორ ითხოვდნენ საკუთარ ქვეყანაზე ცეცხლს იწევდა, ასე ვთქვათ, ოპოზიცია რომ დაასანქცირეთ ჩვენ ქვეყანა, დაასანქცირეთ ეს, დაასანქცირეთ ის. პირველად ხედავ და არც ერთ ქვეყანაში ეს არ ხდება, რომ პოლიტიკური ასე ვთქვათ, ჯგუფები, პარტიები, ოპოზიცია ამ შემთხვევაში უცხო ქვეყანას ეხვეწება რომ რაღაცაა დაგვსაჯეს. ამაში შეხოთაშორის გეთანხმებიან დღეს თავად აღიარეს რომ მათ იმუშავეს ამ სანქციებისთვის, იყო დეკანოიდის განცხადება, სხვაებიც იმის თაობაზე რომ მიაწოდეს ინფორმაცია. ეს საბაბი რომ არის, ასე ვთქვათ, საგამოძიებო კომისიის შექმნის ხო ეს სანქციების თემას, ამასაც თავად ამბობენ და ამბობენ რომ აუცილებელი ახლა შეიქმნას კომისია, მაგრამ მთლიანად ეს ყველაფერი შეფუთული არის დემოკრატიის გადარჩენის იდეით, ევროპული და ზოგადად დასავლური მომავლის გადარჩენის იდეით, ამბობენ რომ აუცილებელი ახლა გაირკვეს ყველა დეტალი უბრალოდ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, მაგალითად აი ესე აყენებენ საკითხს. ხო, უბრალოდ ყოვლისა მიზანი რა არის გაურკვეველი და ჩვენ ვისმენდით მათ შორის განცხადებებს დეპუტატების მხრიდან, რომ ეს კომისია ერთი ვერსიით უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ მტკიცებულები შეუქმნას სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომელსაც როგორც ჩანს არ აქვს მტკიცებულებები. ეს კომისია უნდა შეიქმნას, იმიტომ რომ რახან სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, ჩვენ ახლა ვალდებული ვართ რომ რაღაც გავაკეთოთ. ჩვენ თვითონ უნდა გამოვასწოროთ და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ამ დამოკიდებულებაში, არ ვიცი, არ მინდა რაღაცნაირად ძიმედ შევაფასო, მაგრამ ანუ არიან ეს ადამიანები, არიან საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრები. ეს არის უდიდესი პრივილეგია. წარმოადგენენ შენ ხალხს და შენ ამორჩეველს საკანონმდებლო ორგანოში და ისტორიის რაღაც მონაკვეთში კონდეს შესაძლებლობა რომ შენი ქვეყნის ბედიღბალზე კონდეს გარკვეული გავლენა. ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა. და ამ პასუხისმგებლობის გაფლანგვა
უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებების დაყრდნობით, პოლიტიკური დღესასწაულის აწყობით ეს ისეთი არაპატრიოტული ქცევა არის და იმდენად ამას ვამბობ, რომ არ ეწერება ქართულ ხასიათშიც არ ეწერება და ქართულ პოლიტიკურ ისტორიაშიც არ ეწერება, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქონდა, ასე გვერდით ყურება სხვაგან და ის რაც იტყვის, ის როგორ შეაფასებს და არა საკუთარი თავიდან. კიდევ ერთხელ ჩვენ თუ შევხედოთ, აი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სად ქონდათ გამწვავებები პოლიტიკური, ასე ვთქვათ. ყველა ეს საკითხი იყო გარედან შემოტანილი საკითხები. გავიხსენოთ უკრაინასთან დაკავშირებული მოხალისეების გაგზავნისთან დაკავშირებული. პირველი, ასე ვთქვათ, აი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც ომი დაიწყო მათ განსაკუთრებით, პირველი საკითხი იყო ეს, როგორ შემოვიდა ეს გარედან შემოგდებული თემა იყო მოხალისეების გაგზავნის, გარედან იყო ეს ტალღა, ზეწოლის და ამ ტალღაზე წამოჯდომა შეეცადა მაშინ ოპოზიცია. სტატუსიც იგივე იყო და ახლა ზუსტად იგივე არის. გარედან შემოგდებული თემა. ამ შემთხვევაში ისინი თქვენ კი ამბობთ, რომ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული არგუმენტები, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ როდესაც ხდება სანქცირება მოსამართლეების, კომისია არის ერთადერთი შანსი გაირკვეს სიმართლე და რეალურად აქვს თუ არა ამ სანქციებს საფუძველი. აი ამ მოტივით აცხადებენ ისინი კომისიის შექმნას, რომ სწორედ საპარლამენტო კომისიას აქვს ის მანდატი, რომელსაც შეუძლია გამოძიება და რომელსაც შეუძლია შედეგის დადება აქვს თუ არა ამ ბრალდებებს საფუძველი. ანუ როდესაც დაგაბრალებენ რომ ხარ სპილო, უნდა შექმნა კომისია, რომ დაამტკიცონ რომ არ ხარ სპილო. აი ეს არის ის მიდგომა და სინამდვილეში საქმე იმაში არის, რომ კიდევ ერთხელ ეს პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობასთან გვაქვს ჩვენ საქმე, ხომ? ეს ხალხი, ოპოზიცია, იდეაში მათი მიზანი არის ხელისუფლებაში მოსვლა. და როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ქართულმა ხალხმა ხელისუფლებაში მოუშვას ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც იმხელა გაგება არ აქვს სახელმწიფოებრიობის, რომ როდესაც შენი მართლმსაჯულების წარმომადგენლებს, როდესაც შენს წინააღმდეგ პრეტენზიებს აყენებენ, მინიმუმ ხო უნდა იკითხონ, რომ ამის უკან რამე მტკიცებულება არის თუ არა. ქართული ოცნება ხომ ხედავენ, რომ ჩვენ ამ პრეტენზიას ვაყენებთ და ამ კითხვას სად არის მტკიცებულებები. რომელიმე ოპოზიციონისგან მოგისმენიათ ერთი კითხვა მაინც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს მიმართოს, სად არის მტკიცებულებები. გასაგებია, რომ არასამთავრობო სექტორებზე უსვამენ ჟურნალისტები კითხვებს და სადაც პასუხობს, რომ საგულდაგულო შემოწმება ჩატარდა, რომ შევაგროვეთ ინფორმაცია, უმრავლესობა საჯაროდ ხელმისაწვდომია და სწორედ ამის შემდეგ გადაუგზავნეთ სახელმწიფო მდივანს და ჩვენ გვჯერა ამ ინფორმაციების სისწორისო. ამერიკის წარმომადგენელი ამას ამბობს ჟურნალისტების კითხვებს. ჩვენ არ ვართ რაღაც რელიგიურ გაერთიანებაში, სადაც რწმენით წყდება ესეთ საკითხები. ჩვენ საქმე გვაქვს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ბრალდებასთან და სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყენებს ძალიან მძიმე ტერმინებს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, კორუმპირებულებს, აი ამ ტერმინით იხსენიებს მას ის მოქმედ მოსამართლეებს, რაც არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელი და კიდევ ერთხელ არავინ ჩვენ მოქალაქეებს არ თვის ღირსად, რომ წარუდგინოს მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვართ რელიგიურ გაერთიანებაში, სადაც რწმენა იქნებოდა საკმარისი. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე ბრალდებებთან და როდესაც პრეტენზიას აყენებს, ეს ხომ ნებისმიერი ურთიერთობის მინიმუმი ეთიკის სტანდარტია. იქნება ეს ადამიანებს შორის ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა, სამსახურებრივი ურთიერთობა, პარტნიორული ურთიერთობა ქვეყნებს შორის. ის ვინც აყენებს პრეტენზიას, მან უნდა წამოაყენოს მტკიცებულებები, მოიტანოს მტკიცებულებები. თუ კი მტკიცებულებები არ არის მოტანილი, ესე იგი პრეტენზიას არ აქვს საფუძველი. შესაბამისად, მანამ სანამ არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელი არის ასეთი ღია თავდასხმები ქართულ მოსამართლეების მიმართ. საინტერესო ის არის, რომ სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ელჩი დეგნანი აქტიურობს არა მხოლოდ განცხადებების დონეზე, იყო შეხვედრებიც მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებთან, საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, მანამდე იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეხვედრა. ეს რა გზავნილია, თქვენ როგორ შეაფასებთ? მე ვერ გეტყვით, სამწუხაროა კიდევ ერთხელ ეს დამოკიდებულება, რაც ჩვენ ხედავთ, მე მას პირადადაც მოახსენე, რომ და საჯაროდაც ვთქვი, რომ საქართველოს არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში ბოლო 30 წელია, მას შემდეგ რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ბევრ ცხელ წერტილში იბრძოდა და საქართველოს თავისი წილი, მათ შორის სისხლი და მსხვერპლი გაიღო მსოფლიო მშვიდობისთვის და აჩვენა კეთილსინდისიერი პარტნიორის დამოკიდებულება როგორი არის. ამის საპასუხოდ ასეთი გადაწყვეტილება, ასეთ დროს და ასეთი დამოკიდებულებით, რომ არავინ ღირსად არ თulis ქართულ ხალხს, რომ როდესაც მის მოსამართლეებს ეძახიან კორუმპირებულებს, იმეორებენ ამ ბრალდებას, ღირსად არ თulis ქართულ ხალხს.
არავინ, მათ შორის არავინ რომ მტკიცებულებები წარუდგინონ, მინიმუმ უთხრან რომ აი ამიტომ ეს იყო ჩემი საფუძველი. ეს არის რა თქმა უნდა მძიმე. ეს მეორე სხვა გასაკვირი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ემსახურება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. ის საქართველოს ინტერესების გამტრებელი რა თქმა უნდა არ არის. ისე როგორც საქართველოს ელჩები, ხო? ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ანგარიშვალდებულია ამერიკელი ხალხის წინაშე. ის არ არის ვალდებული, ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე და გასაგებია რომ მისი დამოკიდებულება სხვანაირი არის, ვიდრე ჩვენ გვაქვს ქართველ პოლიტიკოსებს, ვინც ქართულ ხალხს წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე. ეს გასაგებია რომ ამ ანგარიშვალდებულებას ელჩი არ გრძნობს ქართული ხალხის მიმართ. თუმცა აი ეს პარტნიორობა ჩვენ ქვეყნებს შორის იმსახურებს იმას, რომ ის დამოკიდებულება, რაც ჩვენ გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ყველა აი ამ ცხელწელში თუ სხვა მხრივ და მხარდაჭერა და პარტნიორობა, ეს პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ sapasუხოდ მტკიცებულებები მაინც გასამდა. კიდევ ერთხელ პრობლემა გადაწყვეტილებაში თავისთავად კი არ არის. ამერიკა თავის გადაწყვეტილებებს მიიღებს, მას აქვს თავის წესები, ჩვენც სავიზო შეზღუდვები შეიძლება გქონდეს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მოქალაქე იცით, რომ არ იქნა დაშვებული საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ყველა ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას. პრობლემა იმაში არის, არა გადაწყვეტილებაში, არა პრობლემა იმაშია, რომ არ თulis არავინ ქართულ ხალხს ღირსად, რომ მტკიცებულებები წარუდგინონ ამასთან დაკავშირებით, ეუბნება პირდაპირ ეს არის განაცხადი, რომ მე დავაბრალებ და თქვენ რაც გინდათ ის ქენით ამ პრობლემას. შეიძლება თქვენ გითხრათ ელჩმა, რომ ეს არა სანქციები, არამედ სავიზო შეზღუდვა. აი ეცადა რომ ცოტა შეერბილებინა გადაწყვეტილება. ხო, არის გარკვეულწილად გასაგებია, თავისთავად შინაარსში შეიძლება ართვის, თუმცა მან სწორედ ეს განმარტება გააკეთა, რომ ინაინანაც ქართულ ენაში პირდაპირ შესატყვისი ინგლისური ტერმინისა designation, რაც გამოიყენება ამ დროს არ არის და თქვა სანქცია თითარგმნა. თუმცა თავისი შინაარსით, რა თქმა უნდა, ძიმე გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ, როდესაც პარტნიორი შენს მოსამართლეს პირდაპირ მოსამართლე ხელს იშურს, ბრალს ადებს და მტკიცებულებასაც არ წარმოგიდგენს, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი. სხვათა შორის, აი ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, რამდენად სანდო არის საერთოდ ეს კვლევა. დღეს ჩვენ მათ შორის დღეს იყო თუკუშინეს კომენტარი, გავარკვიეთ, რომ როგორც ჩანს, ეს არის ინიციირებული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ეს პროცედურა და როგორც ჩანს, საელჩოს მიერ ჩატარებული ანალიზი, ასე ვთქვათ, რომელიც ამას დაედო საფუძვლად, ყოველ შემთხვევაში მე ასე გავიგე ამერიკის ელჩის განცხადებები. ამ ანალიზი და ელჩის განცხადება ეს არის აბსოლუტურად დარწმუნებული ამ ანალიზში. ერთ მაგალითს მოვიტან, სადაც აბსოლუტურად აცდენილი არის ანალიზი რეალობას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიში, რომელიც საქართველოს შეეხებოდა, იყო აღწერილი საკითხები ჟურნალისტების მიმართ თავდასხმები და იყო მოყვანილი შემცირებულია რაოდენობა, თუმცა 11 ფაქტი იყო ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჟურნალისტების თავდასხმისა. და იყო მოყვანილი ერთადერთი მაგალითი, როგორც ჩანს მათი განმოსახედიდან ყველაზე ცალსახა მაგალითი, როგორ ესხმიან პოლიტიკოს. და მაგალითად იყო მოყვანილი გახსოვთ თქვენ ერთ-ერთი ინციდენტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა საქართველოს პარლამენტის წევრსა და TV1-ის მესაკუთრე ბატონ წერეთელს შორის. და გახსოვთ, მათ შორის თავად ბატონ წერეთელმაც აღიარა, რაც იყო ამისი წინაპირობა, ეს ვთქვათ, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი, რომელიც მოყვა მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრის წინააღმდეგ შეურაცხყოფას. აი ეს მაგალითად იყო მოყვანილი, რომ პარლამენტის წევრი თავს დაესხა ჟურნალისტს, ესეთი რა ჟურნალისტია საუბარი, იმის გამო, რომ ის არის ჟურნალისტი. ეს ხო აბსოლუტური ცილისწამებაა საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ. და როდესაც ეს მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, როდა ძალიან კარგად იცის საელჩომ რაც მოხდა სინამდვილეში, მათი ტერიტორიაზე იყო, მათი სათვალთვალო კამერების ქვეშ და ასე შემდეგ და თავადაც აღიარა მაშინ ბატონმა წერეთელმა, რომ მას ჰქონდა თავდაპირველი კომუნიკაცია და იყო იქ გარკვეული, ასე ვთქვათ, ზღვარი გადასული და ამას მოყვა და არაფერ შუაში ჟურნალისტიკა საერთოდ არ იყო, ხომ? და მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეს რომ თავს ამოყობს, როგორც მაგალითი, რომ ჟურნალისტი ხდება თავდასხმა, ეს არის რა თქმა უნდა პირდაპირ მაგალითი, თუ რამდენად არასარწმუნოდ არის დამუშავებული გარკვეული მდგომარეობა და პირდაპირ ცილისწამება არის საქართველოს პარლამენტის წევრის წინააღმდეგ. ეს თემა რო ამოვწუროთ და გადავიდეთ სხვა თემებზე, ანუ კომისია არ შეიქმნება, ოცნება ამას მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს, როგორც ხვდებით და თქვენი კოლეგები პარლამენტში გემუქრებიან სავიზო სანქციებით სიაში ნომერ პირველი ხართ.
ჩემზე რა გითხრათ, მაგრამ სხვა ჩვენ საინტერესო რა არის იცი დღეს რამდენიმე დეპუტატმა მეც მომართა რომ ეს კონსტიტუცია ირღვევა და ასე შემდეგ რამე პარალიზებულია პარლამენტი. და მე მათ უთხარი და აქაც მინდა გავიმეორო. როდესაც ის დეპუტატები ოპოზიციას უყველა, ვინც იქ შედან და ვინცაც ქონდა მობილიზება, იქ შედან მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე ქართულმა ოცნებამ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა მანდატების შეწყვეტაზე, მიიღო ექსტრაორდინარული ზომა, ასე ვთქვათ, პროცედურულად, არ დააჭირა ღილაკს თითი, თუმცა თუ მშრალად გავყვებოდით რეგლამენტს და პროცედურებს, უნდა შეგვეწყვეტა შეიძლება მათთვის ეს უფლებამოსილება, არ შეუწყვეტეთ და ამით გადავარჩინეთ ქართული დემოკრატიული ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტი და გადავარჩინეთ მათი ამორჩევლების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები. ჩვენ რომ მაშინ დღეს რომ ამბობენ რომ პროცედურულად მიყევით და ასე ვთქვათ საკითხებს, ჩვენ რომ მაშინ მათთვის დაგვეჯერებინა დღეს ისინი არც ერთი არ იცხებოდა ქართულ პარლამენტში. იქნებოდნენ ქუჩაში და რაც მთავარია მათი ამორჩეველი არ იქნებოდა წარმოუდგენელი საქართველოს პარლამენტში. და რაც მნიშვნელოვანია, აი ეს ხალხი ვინც დღეს ამბობს კონსტიტუციას ვარღვევთ, მათ შორის ქალბატონი თამარ კორძაია. მან საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომ ჩემი თავისუფლება ირღვევა, რომ არ მიწყვეტენ მანდატსო. იცით რა მოხდა შემდეგ საბოლოო ჯამში გამოიტანა ეს სარჩელი უკან და დღეს ალბათ მადლობელია თავის დროზე რომ საქართველოს ოცნება მოიქცა არაორდინალურად არ შეუწყვეტა მას მანდატი და ამით მოიქცევა და მიიღო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე ახლაც. ჩვენ სწორედ იმის გამო რომ სახელმწიფოებრივად ვიქცევით, სწორედ იმის გამო რომ ჩვენ წინ გვაქვს გადაწყვეტილება სტატუსთან, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ ჩვენ არ ვაძლევთ მათ ამის საშუალებას, რომ მათ მოახდინონ ანტისახელმწიფოებრივი ასე ვთქვათ ინიციატივის გატანა და მოახდინონ ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის გარკვეული ჩრდილის მიყენება და ძირის გამოთხრა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ? აი ახლა არის აპრილის თვე სრულდება, ხომ? ოქტომბერში იქნება შეფასება. აი ყველაფერს თავი დავანებოთ და ავიღოთ, თქვა შეიქმნა კომისია, რა დრო დაჭირდება ამას, იქ საფხულის შესვენება არის. ყველაფერს თავი დავანებოთ. ხო ცხადია, რომ ეს გარდა იმისა, რომ შექმნის კიდე მეტ პოლარიზაციას, კიდე მეტ რადიკალიზაციას, კიდე მეტ ნეგატიურ დღის წესრიგს, ნეგატიურ საინფორმაციო ველს და საბოლოო ჯამში დააზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს ხომ ცხადზე ცხადია. დღეს ხომ ყველა უნდა ვიყოთ დაკავებული იმით, რომ ვარწმუნებდეთ ევროკავშირს, რომ ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა დაუშვა ივნისში შარშან და რომელიც აღიარა იანვარში და როდესაც საქმე მიდის ხოლმე კვლევებზე, აი ფაქტებს როცა ვამბობთ და აღქმებს ხომ? აი შარშან ივნისში აღქმებით თუ არ გვეკვითნოდა კანდიდატის სტატუსი, ფაქტებით წელს იანვარში აღმოჩნდა, რომ იმ ორ ქვეყანასაც უსწრებთ, რომელმაც მიიღო მაშინ კანდიდატის სტატუსი და ბარი ერთი-ორ სხვა კანდიდატ ქვეყანას უსწრებთ. ასე რომ ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ დაკავებული იმაში, რომ ვარწმუნებთ ევროკავშირს, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და ეს შეცდომა გამოსასწორებელი არის. ჩვენ ვარწმუნებთ ყველას, რომ საქართველოს იმსახურებს და მაშინაც იმსახურებდა და ახლაც იმსახურებს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უფრო მეტიც. ჩვენ ახლა უნდა უმტკიცებდეთ და ვეუბნებოდეთ ევროკავშირს, რომ ის შეცდომა მარტო იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, არამედ მთავარი შეცდომა, რაც დაუშვა ევროკავშირმა, არის ის, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით ჩამოგვატოვა უკრაინას და მოლდოვას. მაშინ როდესაც ვართ ლიდერი ამ სამეულში და ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს, რომ ჩვენ ეს ტრიო, რომელიც არსებობდა, ეს ტრიო უნდა კიდევ ერთხელ აღდეს. ამით უნდა იყოს დაკავებული და ოპოზიციაც, NGO სექტორის და ყველა. ნაცვლად ამისა, დაკავებულია ყველა იმით, რომ ქართული სახელმწიფოს ევროპულ ასე ვთქვათ ურმის ბორბლებში ჯოხი როგორმე რაც შეიძლება ღრმად და გრძელი ჯოხი გაუყარონ იმისთვის რომ შეაფეროს. ეს ხადე მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ მართლაც ასე ჩანს, რომ აი მთელი ამ პროცესის მთავარი მიზანი არის ისევ სტატუსის საბოტაჟი, მაგრამ გარდა ამისა, იმართველი გუნდის განცხადებებიდან ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ერთი არგუმენტი გამოიკვეთა, რომ პრობლემა არის არა თავად საგამოძიებო კომისია, არამედ ის თუ ვინ ითხოვს ამ კომისიის შექმნას და რა მიზნით. ნაციონალური მოძრაობა ცდილობს შეაფასოს სასამართლო სისტემა. ხო და გარკვეული განაჩენიც გამოუტანოს მას. დიახ, ეს სხვა შორის მეორე ასპექტი არის, სადაც ჩანს ჩვენი თანამედროვე დღევანდელი ოპოზიციის შეუმდგარობა. აი ამ 30 წლის განმავლობაში დღეს საქართველოს
ყავს ყველაზე შეუმდგარი ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ საქართველოს ოპოზიცია. და რატომ? ერთი ვთქვი, იმიტომ რომ მათი პოლიტიკური დღესდღეობით რო შევხედოთ, რა თემებით ამწოვებენ მდგომარეობას, ყველა თემა არის გარედან შემოტანილი, არადა საკითხების მეტი რა არის საქართველოში, რომელზეც შეუძლიათ მათ რომ ააწყონ საკუთარი პოლიტიკური დღესდღეობით. იქნება ეს სოციალური საკითხი, ეკონომიკური საკითხი თუ თუნდაც ნებისმიერი სხვა საკითხი, ხომ? მაგრამ ერთი რომ აყოლილი არიან და უყურებენ თავის უცხოელ პარტნიორებს და სიგნალებს, რომ საიდან იქნება მხარდაჭერა და მეორე, რაც გამოჩნდა დღეს და ეს არის ჩემთვის ყველაზე ცუდი სიგნალი სხვათა შორის. ის რაც მოხდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, მაშინ როდესაც 1%-იანი ბარიერის პირობებში 9 სუბიექტმა გადალახა ბარიერი და ამას უნდა გამოეწვია პლურალიზმი პარლამენტში და სინამდვილეში 8 სუბიექტი აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ და მისი სატელიტი და ისევ ქართული ნაციონალური მოძრაობა იყო. რაღაც ამ პერიოდის განმავლობაში გარკვეული დაყოფა მოხდა რადიკალებად, მეტად კონსტრუქციულები, რომლებიც საკუთარი დღესდღეობით გაიჩინეს ზოგმა პარტიამ. აი ეხლაც ვნახეთ, რომ როგორც კი რაღაც მომენტი გაჩნდა, კვლავ ყველა შეიკრიბა ნაციონალური მოძრაობის გარშემო. აი ეს არის ყველაზე დასანანი, მე როცა უყურებ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებაც სცადეს გარკვეული პერიოდით დამოუკიდებელი დღესდღეობის შექმნა, საკუთარი ელექტორატის და ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მომავალ არჩევნებზე მიიღონ უფრო მეტი შედეგი, დღეს ისინი თან გახარებულები, რომ აი ერთად ვართ და გაერთიანებული ვართ ვისთან, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არიან კვლავ ერთად გაერთიანებული და წეგან კანდიდატის სტატუსი აქვს. ეს არის სხვათა შორის სწორედ ის სიმპტომი, რომ ვერაფერს ვერ სწავლობს, აი შეუმდგომრობის კიდე ერთი სიმპტომი ის არის, რომ ისინი ვერაფერს ვერ სწავლობენ საკუთარი შეცდომებიდან. აი ეს ფანჩატური სადაც იკრიბებოდნენ, დღეს ზუსტად იმ ფანჩატურის პირობებს დაუბრუნდნენ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის გარშემო არიან გაერთიანებული. კანდიდატის სტატუსი ახსენეთ წეგან და ამ საკითხზე მუშაობა. ოქტომბერში გასაგებია ოპოზიციის პოზიცია ზოგადად რა არის და რა ტიპის ჩართულობა იყო ამ ერთ წლის განმავლობაში, მაგრამ ოქტომბერში ოცნება პირნათელი იქნება ევროპელ პარტნიორებთან, როდესაც ამ ანგარიშის წარდგენის დრო მივა. ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ თითქმის ბოლოში ვართ გასული სხვათა შორის, აი დღესაც ტექნიკურ დონეზე, მათ შორის ჩემი კაბინეტის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები არის გუნდი შეკრული, რომელიც დადის სხვადასხვა დედაქალაქებში, მათ შორის ბრიუსელში და ევროკავშირის ინსტიტუტებში და აქვს საუბარი სწორედ იმაზე, როგორ ხდება შესრულება რეკომენდაციების და აქვს ძალიან კარგი საუბრები და კარგი სიგნალები. და ზეპირ, ასე ვთქვათ, გამოხმაურების დონეზე შეგვიძლია თქვათ უკვე, რომ რიგი რეკომენდაციებისა ევროკავშირის მხრიდანაც უკვე დანახულია როგორც შესრულებული, მათ შორის ისეთი როგორც არის საარჩევნო რეფორმა მაგალითად, რომელიც ხშირად იყო ხოლმე კრიტიკის საკითხი, საარჩევნო რეფორმა, ანტიკორუფციული საკითხები, ორგანიზებული დანაშაული, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, ომბუდსმენის არჩევის საკითხი და რიგი სხვა საკითხები და სადაც დღესვე უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს რეკომენდაციები შესრულებული არის. ორი საკითხი, დეოლიგარქიზაციაც ჩვენ ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიისგან კი იყო დასკვნა მათ შორის ზეპირი კომუნიკაციის დროსაც, რომ ეს პირველი გამოცდილებაა მათთვის ამ ტიპის კანონმდებლობაზე დასკვნის დაწერის, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის უკრაინული ვერსია, რომელიც ჩვენ თავდაპირველად გქონდა, ჩვენ ამ მეორე მისვლით, ასე ვთქვათ, იმდენად გავაუმჯობესეთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი შევქმნით, ნახოთ რა იქნება დასკვნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას რაც შეეხება, ამაზე რა ასაპირებს? ამაზეც ვიცით, რომ სხვათა შორის კენჭისყრის საკითხებში დავაბრუნეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს რაღაც უსასრულოდ იყოს თაროზე შემოდებული, იცით რომ 30-ზე მეტი კანდიდატი რომელსაც გაიარა გასაუბრება და ელოდება გადაწყვეტილებას და ნახოთ მე მოუწოდოთ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ აქაც გამოიჩინონ სითამამე და გადადგან პოლიტიკური ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ შეთანხმებული იქნას 5 კანდიდატი, ვინც შეიძლება არჩეული იქნას იუსტიციის საბჭოს წევრად. ასე რომ ნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე ამას შევძლებთ და აღმოჩნდება ოპოზიციაში კიდევ ერთხელ ყველა აი ეხლა ხელმეორედ გაივლის და შეიძლება ეს გარკვეული რა თქვა იგივე კინოს ალბათ თავადაც მიხვდები რომ იგივე კინოს უყურებენ ისევ იმ ფანჩატურში შედან სადაც მაშინ დასხდნენ ნაციონალური მოძრაობის გარშემო დღეს აი ეს დღეები რომ ძალიან უხაროდათ ეს სოლიდარობა იმ ფანჩატურის სოლიდარობა აქვს სინამდვილეში დღეს ამ ფანჩატურის იდეა მაშინ რა იყო რომ რაღაც თითქოს რაღაც მიზანი ჰქონდათ მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრი მიხვდა რომ ეს მიზანი იყო საქართველოს წინააღმდეგ მიზანი ეს საქართველოს ეს მიზანი იყო ის რომელიც ჩვენ ხალხს და ჩვენ ეროვნულ ინტერესებში არ შედის და დარწმუნებული ვარ რომ იქაც კვლავ ხელახლა გააცნობიერებენ
და მიუდგებიან ამ საკითხის პასუხისმგებლობით. ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ 12 რეკომენდაციაზე არ იქნება დამოკიდებული კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღების საკითხი. აი ეს პოლიტიკური ფაქტორები, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია ამ სტუდიაში, ხომ არ იცვლება, არის რამე პოზიტიური დინამიკა ამ მხრივ? ვნახოთ, ამიტომ არის რომ ჩვენ ვამბობთ, რომ შანსები არის 50-50-ზე და რატომ? იმიტომ თუ კი გადაწყვეტილება მიღებული იქნება და დამსახურებაზე დაყრდნობით და იმაზე დაყრდნობით თუ ვის აქვს უფრო მეტი პროგრესი, რა თქმა უნდა საქართველოს იმსახურებს არა მხოლოდ კანდიდატობას, არამედ საქართველოს იმსახურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან თანაბარ მოპყრობას. თუმცა იმავეს იმსახურებდა საქართველოს და გამოჩნდა ეს ობიექტურად იანვრის ანგარიში ევროკომისიის თავად, რომ ივნისშიც იმსახურებდა ამას, მაგრამ სამწუხაროდ სხვა ფაქტორების გამო მიიღეს სხვა გადაწყვეტილება. ამიტომ რა თქმა უნდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ჩვენ ხანდახან რაციონალური მარცვალი შეიძლება ვერ დავინახოთ. ამიტომ რა თქმა უნდა ამის გამო არის 50-50-ზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული შანსები, ვინაიდან პოლიტიკურ ფაქტორს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ჩვენ ვაკონტროლებთ რა თქმა უნდა იმას, რომ ჩვენი ასე ვთქვათ დონე დაახლოებისა ევროკავშირთან იყოს დარჩეს ისევე მაღალი და წინ ვიყოთ ისევე როგორც ადრე ვიყავით წინ და ეხლაც ვარ წინ უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით, რომელსაც ეხლა დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვიყოთ წინ ისევე როგორც სხვა მაჩვენებლებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებთ. კორუფციის მაჩვენებლებით ეხლა სასამართლოს კორუფციას საუბრობენ. 11 ქვეყანას ევროკავშირისას უსწრებთ. საიდან მოდის ეს შეფასებები, თუ კი ასე არგუმენტების გარშე შეიძლება დაბრალება კორუფციისა. ხომ, ამიტომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობის არის, რომ ინსტიტუციურად, სამართლებრივად ვიყოთ ლიდერები და დავრჩეთ ამ ლიდერებად, როგორც ვართ. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ და ეს სრულად არის დამოკიდებული იმაზე, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს კეთილსინდისიერი. რაც შეეხება, დრო ცოტა გვჭირდება, ამიტომ რამდენიმე თემა კიდევ უნდა მოვასწროთ კეზერაშვილთან დაკავშირებულ საკითხს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პირდაპირ დაფინანსებით არის მასთან მიბმული, BBC-ს ფილმი ალბათ თქვენც ნახეთ. მოდით ვისაუბროთ ამ თემაზე, რა არის თქვენი შეფასება, როგორ ხედავთ ამ პროცესის განგრძობადობას? უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ მე გაოცებული ვარ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის გამოქომაგებით დავით კეზერაშვილის მიმართ. ეს გამოქომაგება იყო? თავისთავად მე სხვანაირად ეს ვერ აღვიქვი, რა დამატებით ინფორმაციებზეა საჭირო საუბარი ეს საკითხი კოლცენტრების გვერდზე რომ გადავდოთ, ამ ადამიანის წინააღმდეგ არსებობს სისხლის ამაც განაჩენი. კონცენტრებად, მაგრამ ქართულ ჯარს დადასტურებულად, იმ ჯარს, რომელიც ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდა ავღანეთში, იმ ჯარს ამ ადამიანმა მოპარა 5 მილიონი ევრო დადასტურებულად. ეს ვიცით ყველამ. და მათ შორის ეს იცის, რა თქმა უნდა, იციან ჩვენო პარტნიორება. რა უარყოფაზე და რა დამატებით გამოძიებაზეა საუბარი. დღეს დავით კეზერაშვილი სასჯელს უნდა იხდიდეს ქართულ ციხეში. და იმის გამო, რომ მას აქვს მფარველობა, ის არის თავისუფალი, გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, არ ვიცი კიდე სხვა რომელ ქვეყნებში გადაადგილდება, მაგრამ ფაქტია, რომ მას აქვს გარკვეული მფარველობა და ამ მფარველობის გამო, იგივე მფარველობა, რომელიც ქონდა მიხეილ სააკაშვილს, ამ მფარველობით ის აფინანსებს საქართველოში საკუთარი აღიარებითვე პოლიტიკურ პარტიებს, მრავლობით რიცხვში, არასამთავრობო სექტორს, მედიას და ის აფინანსებს საქართველოში არეულობას. ისევე როგორც ამას აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი. და ამაზე ჩვენმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა და არამხოლოდ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ერთი ცუდი საქმე ქართულ ხალხს უკვე გაუკეთეს, იმით რომ ინახავდნენ თავისთან მიხეილ სააკაშვილს, არ გადასცემდნენ ქართულ მართლმსაჯულებას და დაუშვეს ის, რომ საქართველოს მიიყვანეს დაპირისპირების ზღვრამდე, როდესაც მიეცა სააკაშვილს იმისი ასე ვთქვათ, ენერგია ან мотиваცია, რომ შემოპარულიყო საქართველოში არჩევნების წინა დღეს და აქ არეულობა მოეწყო და კიდევ ერთხელ რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის პროფესიონალიზმი. რა იქნებოდა დღეს საქართველოს ქუჩებში, თბილისის ქუჩებში, ვისი ტანკი იდგებოდა ამ ქუჩებში და ვისი ავტომატი გაისროდა, ეს საკითხავი იქნებოდა, რა არეულობა იქნებოდა. ხო ვიცით რომ ეს იყო მისი мотиваცია, ანუ არჩევნების წინა დღეს რომ შემოიპარები ადამიანი, ხო? და ამის და მიუხედავად რა ჯილდოების გადაცემა რომ მიდის და კიდე გამოქომაგება მისი და მეორე რომ მიდის გამოქომაგება ახლა დავით კეზერაშვილის, რომელმაც
ჩვენი ბიუჯეტი ხომ გამოხრა და გამოხრა ქართული ჯარის და შემდეგ პენსიონერებსაც მიადგა და ამითი აფინანსებს და ნუ ამის გამართლება რომ მხოლოდ ამერიკისაც არ ქონია ეს პოზიცია, აი BBC-სა და საქართველოს მართვაჯულების სისტემის რაღაცნაირად შედარების თვალსაზრისით, ხო? ჩვენ საზოგადოებაშიც ბევრმა გაიოცა BBC-ს, ასე ვთქვათ, ეს ფილმი და ავტორიტეტი და არავის დიდი ყურადღება არ მიუქცევია სასამართლოს გადაწყვეტილებას. ხო, აი ეს დამოკიდებულება თქვენ როგორ აფასებთ? სიმართლე გითხრათ, რაც შეეხება BBC-ს რეპორტაჟს, ჩემთვის რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია და ამაზე გაცილებით მეტად მნიშვნელოვანია ქართული სასამართლოს მიერ გამოტანი განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს ომამდე 8 თვით ადრე ამ ადამიანმა 5 მილიონი ევრო დადასტურებულად მოპარა იმ ჯარისკაცებს, რომელიც 8 თვეში იყვნენ შემდეგ ომში და გაუშვა მათ შორის მან როგორც თავდაცვის მინისტრმა ისინი ომში და მანამდე 8 თვით ადრე 5 მილიონი მოპარა და შემდეგ გაუშვა ომში. აი ამ ადამიანის მიმართ ნებისმიერი მაგრამები, კიმაგრამები და ასე შემდეგ დაუშვებელია. ნებისმიერი წინადადება დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, რომელიც არის კი შეიძლება თუმცა და ასე შემდეგ არის მისი გამოქომაგება. ყველა წინადადება დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით უნდა სრულდებოდეს მათ შორის უცხოელი დიპლომატების მიმართ, რომ ის არის დამნაშავე და ის უნდა სასჯელს იხდიდეს ქართულ მართლმსაჯულებაში და კიდევ ერთხელ ის რომ დღეს დავით კეზერაშვილის სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან კაფეებში ხან NGO სექტორის წარმომადგენლებს ხდება ლონდონის კაფეებში, ხან ხდება სხვადასხვა ყოფილ ჩინოვსებს, ასე ვთქვათ და გასაგებია რასაც გეგმავენ იქიდან, ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი და კიდევ ერთხელ თუ ვინმე თავისთვის ქართული ხალხის მეგობრობის ნიშანი არის ქართული ხალხის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენების გადმოცემა ქართული ხალხისთვის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და არა მათთვის ხელის დაფარვა. ხოშოშის ამ გადასახედიდან საინტერესოა როგორ გამოიყურება ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც კეზერაშვილი სწორედ დევნილ მედია მფლობელად იყო მოხსენილი. დიახ, და აქ მეორე ასპექტსაც გავიხსენებ რეზოლუციასთან დაკავშირებით და უნდა ვთქვა NGO სექტორთან დაკავშირებით ერთ-ერთი სიტყვა. 3 რეზოლუცია იყო ივნისიდან მოყოლებული ევროპარლამენტის, რომელიც თითოეულ რეზოლუციაში იყო ფაქტების დამახინჯება, ცილის წამება, დაბრალება, იქნებოდა ეს კეზერაშვილთან დაკავშირებით, იქნებოდა ეს კრემლთან კავშირებზე დაკავშირებით, იქნებოდა შეფასება, რომ მიხეილ სააკაშვილი თუმრე კი არ შემოიპარა, დაბრუნდა თავის სამშობლოში და ასე შემდეგ. აი ყველა ამ შეფასებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენთან არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას იმისთვის, რომ ებრძოლონ დეზინფორმაციას. და უპირველეს ყოვლისა ქართული ასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციას უნდა ებრძოდეს, ხო? რომელიმე NGO ხსმენიათ, რომ რომელიმე ეს ერთ-ერთი, რომელიმე ამ რეზოლუციიდან გაეკრიტიკებინოს თუნდაც იოტის ოდენად. არც ერთი. რატომ? იმიტომ საბოლოო ჯამში თუ ჩახედავთ და ამაზე ქონდა ჩვენ საუბარი. ეს NGO-ები ფინანსდებიან შემდეგ იმ წყაროებიდან, რომელშიც ევროპარლამენტარები არიან ჩართულები და აფინანსებენ სხვადასხვა ევროპული თუ ამერიკული წყაროებიდან და ეს არის, როცა ჩვენ საუბრობთ გავლენებზე. თავის დამფინანსებაზე, რა თქმა უნდა, არც არ იტყვიან. ზედმეტ სიტყვას ვერ დააცდენებ თავის დამფინანსებაზე, იმიტომ არის, რომ ახლა არავინ არ ეკომაგება ქართულ მართლმსაჯულებას და სასამართლოს, იმიტომ რომ უნდა დამფინანსებლების წინააღმდეგ თქვა, ხო, რაღაცა. მე ის მიკვირს, რომ არ მიკვირს მე ეს NGO-ებისგან, ვინაიდან მათ თავისი ვალდებულებები აქვთ დამფინანსებლის წინაშე. მე მიკვირს ეს პარტიებისგან, რომელსაც თავისი ვალდებულებები ქონდეს მოქალაქეებს წინაშე. თუმცა აქაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან აქაც სქემები არის, ვიცით, ყალბი NGO-ების, ვალდებულებები აქვს დამფინანსებლების წინაშე. გვერდისავლით დაფინანსება, გირჩი, დროა, ასე შემდეგ, რომელიც ყალბი NGO-ების შექმნილი და პირდაპირ უხეშად მიდის ამერიკული და ევროპული დაფინანსებები პარტიულად. მადლობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა ინტერვიუსთვის. ჩვენ განვაგრძობთ ეთერს, შემდეგი თემა იქნება ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ მიმდინარე პროცესები.